ბავშვობაში სკოლის ასაკში ინგლისურს ვერ ვსწავლობდი კარგად რა და ჩემი ინგლისურის მასწავლებლის ეს სიტყვები ხო ისი ყველა მასწავლებელს რაღაც ამოჩემებული ფრაზა რო აქვს ხოლმე ჩემი ინგლისურის მასწავლებელს ჰქონდა ესეთი ამოჩემებული ფრაზა დათო ამ ინგლისურით შენ შორს ვერ წახვალ და იმდენად ხშირად ამას მიმეორებდა რომ მე რო ხო იცი რომ არ გავიწყდება და გესმის ეს აუდიო ვერსია ამისი ყოველთვის გესმის პირველად როცა მოვხდი ლას-ვეგასში ანუ აქეთა სანაპიროზე კი არა ნიუ-იორკიდან და ვაშინგტონიდან კი არა ლას-ვეგასში როცა მოვხდი პირველად ეს ამბავი გამახსენდა და მოკლედ დავიწყე რეკვა მინდოდა იმის მერე ბევრი წელი გავიდა და ნათელა მასწავლებელთან მინდოდა რომ დამერეკა და მობილური არ ქონდა და ესე იგი გავიგე სახლის ნომერი და ვისგანაც ვიგებდი ამ ნომერს მეუბნებოდნენ რა გინდა რა ის ნათელა მასწავლებელი ლას-ვეგასში ხარ წადი იგულავე არა მეთქი აუცილებლად უნდა დაურეკო მოკლედ დაურეკე ნათელა მასწავლებელს სახლის ნომერზე და მითხრეს რომ გამარჯობა ქალბატონი ნათელა მინდოდა თუ შეიძლება იცი არ არისო თბილისშიო შორს არის წასული უკაცრავად მეკითხე ხაშურშია ნათესავები მე ვთქარი ძალიან მნიშვნელოვანია აუცილებლად უნდა დაველაპარაკო და იქნებ იმ ხაშურში ნომერი მომცეთ სადაც ის არის და მომცეს ნომერი რა ავკრიფე რომ +995 მე ხაშურის კოდი მე ხაშურის ნომერი ლას-ვეგასიდან ვრეკავ ხაშურში ქალბატონი ნათელა თქვენთან არის კი გამარჯობა ქალბატონი ნათელა დათო ვარ გოგიჩაიშვილი გახსოვართ უი კი შვილო როგორ არ მახსოვ ხარ შენ მე რო ტელევიზორში რო ხედავდით შენი წარმატებებით როგორ ამაყობდით კი არა გახსოვთ რომ მეუნებოდით რომ ამ ინგლისურით შორს ვერ წახვალ ლას-ვეგასში ვარ ეხლა და ამაზე შორს ჯერ ვერ მოვახერხე და თუ ამაზე შორს კიდე მოვახერხებ იქედანაც დაგირეკო